გამარჯობა, მე ვარ ნია, ვიზაჟისტი და მოდით დღეს ერთად გავაკეთოთ საზაფხულო მაკიაჟი. თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი არის სიბზინვარე, ბუნებრივობა და ეს რუჯის ფერები, რასაც ხედავთ ჩემს სახელს და მოდით დავიწყოთ თავიდან, როგორ მივედით ამ დონემდე. ბაზაინიდან ვიწყებთ ტანის დატენიანებით, საოცრად სურნელოვანი ტანის დამატენიანებელი, ძალიან თხელი კონსისტენცია აქვს. ძალიან დიდი რეკომენდაცია აი ამ შიმერ ტანის სეტს, მარაკანულის შიმერ ტანის სეტს. ეს წელაუდერის დღის კრემი, რომელიც იდეალურად ყვებავს სახისკანს და არაჩვეულებრივ მზინვარებას სცემს მთელი დღის განმავლობაში. თვალის კრემი, ეს არის კლინიკის ბოლოში ვარ ჩასული. ან თვალის გარშემო ყველაზე თხელი კანი, რის გამოც თვალზე უფრო მარტივად ჩდება ხოლმე ნაოჭები და ასე ვთქვათ, სიმშრადის განცდა ხოლმე, ამიტომ თვალის ცალკე ინდივიდუალური დატენიანება ძალიან მნიშვნელოვანია. დავიტენიანეთ და ახლა ნელ-ნელა მაკიაჟის ნაწილზე გადავიდეთ. თუ გვინდა რომ მაკიაჟმა დიდხანს გაგვიძლოს, აუცილებელია გამოვიყენოთ პრაიმერი. პრაიმერი გარდა იმისა, რომ ატენიანებს კანს, უწყობს, რომ რა თქმა უნდა პროდუქტი უფრო დიდხანს გაგიჩერდეს სახეზე. ამიტომ ახლა მე რახან გვინდა ეს დატენიანებული ეფექტი შენარჩუნება საფუძველისთვის, მაგის ეს დამატენიანების ეფექტის მქონე პრაიმერს გამოვიყენებ. ცოტა ბევრია. ეს როგორია? პრაიმერი არის ბარიერი შენს კანსა და სხვა მაკიაჟის სამაკიაჟო პროდუქტებს შორის. თხელია ეს ტონალური. აი წყლის ბაზაზეა თითქმის, ნახეთ. ჰერს აკორექტირებს, ასე რომ ვთქვათ. ანუ ძალიან მსუბუქი. ბატონო, ესე წავისნა მთელ სახეზე. ნახეთ, აი როგორ სიფრიალეს მატებს. მივიღეთ ერთი ფერი, ერთი ტონი სახეზე. და ბზინვარებაც არ დაგვიკარგავს რაღაცა თითქოს, აი არაფერიც არ მისვია. სიბზინვარე რო შევინარჩუნოთ, გადავედი პირდაპირ კრემოვან ბლაშზე, ეს არის Rare Beauty სპაში. გეშტები ამ პალმზე. მაკიაჟმა ცოტა დიდხანს გაგვიძლოს და პირველივე შემთხვევაში, ვისაც გადავკვეცით იმას, რომ დავატოვოთ ჩვენი სახე ზემოდან. ამიტომ უნდა დავაფიქსიროთ სუბუქი თხელი კუდრით მაინც. აი ახლა გავაყენებ მესაუდას და ავსაფიქსირებელ კუდრას. ცოტას გადმოვყრი. ეს ბარხატის სამკუთხედი სპონჟები დასაფიქსირებელი კუდრისთვის არის იდეალური, თან ზუსტად თვალის ფორმაზე ჩნდება. ზედმეტი რაც აქ არის, აქ ხელზევე გადმოვიტანოთ, დავიწყოთ დაფიქსირება. ნახეთ. თუ პუდრით უნდა მაინც არ დავაფიქსირეთ და ეს ნახეთ ეს ცოტა ფიქსაცია არ მივეცით. ყველაფერი ეს კრემები ჩაჯდება ყველა სახის მიმიკის პატარა ნაოჭში, თვალის გარშემო მით უმეტეს. ანუ სახის კონტურინგი ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ ახლა მინერალურ პუდრას გამოვიყენებ. რომელიც აი იდეალური ფერია, ზუსტად ზაგრის და ბლაშის ფერია ერთად აღებული. არსებობს ერთი ბრენდები, რომლებიც ლუქს ბრენდის კოსმეტიკების დუპებს აკეთებს, რა თქმა უნდა, არის ძალიან ბევრი ეკონომიური და ძალიან ბევრი ბიუჯეტური კოსმეტიკის ბრენდი, რომელიც ძალიან კარგ პროდუქტებს აკეთებს, მაგრამ აი გულწრფელად რო გითხრათ, რა ინვესტიციაც კი ჩამიდია კოსმეტიკაში, არასდროს არ მინანია, იმიტომ რომ ყოველთვის მაკიაჟი ბევრად უფრო ბუნებრივი, ბევრად უფრო ლამაზი გამოდის. უფრო მდგრადი გამოდის და ამიტომ ჩემი რჩევა იქნება ნებისმიერი ადამიანისთვის, რომ თუ მაკიაჟის მოყვარული ხარ და მით უმეტეს ყოველდღიურად იყენებ, არავითარ შემთხვევაში არ დაგენანოს ოდნავ მეტი თანხის დახარჯვა შენ თავზე, შენ სახეზე, შენ ჯანმრთელობაზე. გავაგრძელოთ კონტურინგი, ანუ ეს არის Smashbox-ის კონტურების პალეტა, რომელსაც იდეალურად ვიყენებ, როგორც ეთქობა. ბრონზერი არის იდეალური ფერი. და აი ეს ფერი არის კიდე ძალიან კარგი, ძალიან მიყვარს. ამას ახლა წავისმევ იმ ადგილებში, სადაც მინდა რომ ცოტა ამოანათოს ჩემო სახემ, აი მაგალითად აქ თვალთან. Art Visage-ის წარბის ფიქსატორს ვიყენებ. საპირისპირო მიმართულებით ვარცხნით ავიდა, რომ პროდუქტი ბოლომდე მოხვდეს თვითონ თმის ხელზე და სიმოთ ვარცხნი. აჰა. ბატონო, რაღაც აიწია.
ბლაში კი წავიშვით, მაგრამ მაინც გადავიტარებ ცოტას. თან ამ ბლაშს კონკრეტულს აქვს ცოტა სიბზინვარე, გერლენის ბლაშია ეს. თან ფიჩ ფერია. და ოდნავ სიბზინვარესაც დაამატებს და პარალელურად სიჯანსაღისაც მომატებს ჩემს მაკიაჟს. თვალზე ცხომასია. დავიწყოთ თვალის გაკეთება, ოღონდ სულ უკად, რა თქმა უნდა. ვისმევ კონტურინგის პალიტრიდან კონტურინგის ფერს და ვიწყებ თვალის ფორმის გამოყვეთას. თან პარალელურად ცოტა ცხვირზე ჩამოვდივარ და ცხვირის კონტურინგიც გამოდის. ეს ძალიან მარტივი საშუალებაა იმის, რომ სწრაფად და მოკლე დროში მომამზადოთ თვალით და სახის ნაკვთებიც გამოყვეთოთ. კუმილანოს ულამაზეს პალიტრას ხვალელი. და ოდნავ ღია შიმერს წავისმა თვალის დასაწყისში. და ოდნავ მუქ უბრონზერო ფერს. ცოტა თვალის ფორმა ავწიოთ. სმა თვალის ქვემოთაც. ახლა ლაინერის დროა. ლაინერზე რა თქმა უნდა ძალიან ბევრი წვალობს ხოლმე და მაკიაჟის ყველაზე დიდი ნაწილი, ამიტომ მე აგიხსნით პირადად როგორ ვიყენებ, როგორ ვისმევ ლაინერს და რა არის ჩემი მარტივი გამოსავალი, როცა ვხატავ ლაინერს. გამოვიყენებ ასეთ კრემოვანი ფორმის ლაინერს, ყოფილი თავის ფუნჯებს. წინ ვიყურები, ასვდებ, ეს. და მერე ცოტა ქვემოდან ვიწყებ შეერთებას. თუ ეს სიგრძე არ მოგწონთ, ფრჩხილი და ეს ვინი. წვეთს უკეთებ. ანუ გასხვავებას ხედავთ. რეგიონს ვაკეთებთ მეორეზეც. აი ესე ვაწვენთ. თვალის ფორმაზე ზუსტად ვუსმევ ხარ. მიმართულებას ყოველთვის მაძლევს აი ესეთი ფუნჯი. ვაუ! ეს სუბთა ლაინერი გამოვიდა, მაგრამ აი მაინც ფრჩხილი შემიძლია ესე ოდნავ უფრო გავეცვლო. dan წავისმევ ეველაინის ეს ტურში შევიძინე, ცოტა ბუნებრივი ეფექტისთვის და აბა ნახოთ. ნაწილი ძალიან მიყვარს ტუჩს, ამიტომ ჰაილაითერით ვცდილობ ხოლმე რომ გამოვიკვეთო. ძალიან ბუნებრივად მინდა რომ იყოს და აი ძალიან კაი ფერია. ეხა ეს არის შავთვალით იმ ფანქრის ზომის ნახევარი, რაც შევიძინე რომ იყო, ანუ უზარმაზარი ფანქრებია და მათ მთელი წელი მყოფნის ხოლმე ეს ფანქარი. ეხლა რა თქმა უნდა გლოსი ძალიან უხდება ზაფხულს, ამიტომ სხვა გლოს უბრალოდ ვერ გავუწევ რეკომენდაციას, აი ეს პაწუკა მაქვს. მაკის clear glossy არის ეს, უფერო არის, 3D გადიდების ეფექტი აქვს და საოცარი, ანუ ძალიან დიდხანს შერდება ტუჩზე. ასე გამოიყურება ჩვენ დასრულებული მაკიაჟი. ნამდვილად გამოვიყენეთ ბევრი მბზინვარე პროდუქტი, როგორც ტუჩზე, ასევე სახეზე. სახე ძალიან დატენიანებულია და ეხლა რაც მთავარია ბოლო დამავიწყდა. მოდა დავფიქსიროთ ეს ყველაფერი. Top Face this Fix Quickly-ს ვიყენებ. და всё. დასრულდა, აი ასე გამოიყურება ჩვენი მაკიაჟი. საფხულის ბზინვარე მაკიაჟი, რომელიც ძალიან მარტივი გასამეორებელი არის. მაქსიმალურად შევეცადე რომ ბევრი დეტალი გამეზიარებინა ამ მაკიაჟის, არაფერი არ გამიკეთებია თქვენგან და მოვკიდებოდა და კამერის გადიფრის უკან. ამიტომ აი ლაინერიც როგორ ლამაზი გამოვიდა. საფხულს ძალიან უხდება ასეთი ბზინვარე, ბუნებრივი მაკიაჟები, ვფიქრობ, ძალიან გადატვირთულიც არ არის. მე მგონი მარტივი გასამეორებელია, ძალიან გამხარდება თუ ვცდით და დამთაგავთ შემდეგ და თუ ვნახავ რომ ვინმე მცადა ჩემი მაკიაჟი ძალიან სასიამოვნო სანახავი იქნება და გელოდებით შემდეგ კვირას კიდევ ახალი ლუკი გავაკეთოთ ერთად.
აუცილებლად გამიზიარე მოგეწონათ ვარა მსგავსი ტიპის ვიდეო, თუ ისურვებდი მსგავსი გარდასახვების ნახვას და არის თუ არა რამე კონკრეტული მაკიაჟის ხრიკი, რომელიც გინდა რომ უფრო დეტალურად გაიგო. არ დაგავიწყდეს არხის გამოწერაც. შევხვდებით მომდევნო კვირაში. დროებით.